და გენერალმა თქვა რომ მასთან ერთად წავსულიყავი და მე პატრონა ამ ტყვეებისათვის ერთი დაჭრილი იყო და გამოძნებული ზურნა ჭირდებოდა. ტყვეები ჩამოვიყვანე, პირველი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა, მეორეს მისივე თხოვნით წავყევი სამების ეკლესიაში და მე მივაცილე მის ნათესავებთან, დამიბარა გენერალმა ყარყარაშვილმა და მისი ბრძანებით დავინიშნე ტყვეთა გასვლის საქმეში. გაზეთ საქართველოსთან სამხედრო უწყების პრესცენტრში გადასვლას თანხმდებოდი, რატომღაც იმედი მქონდა, რომ ომს უფრო ახლოს დავინახავდი და გავაგზავნებდი ასევე თანამშრომლობა საქართველოსთანაც, რადგან ზეპირი თანხმობა პრინციპში მქონდა, მაგრამ ეს ფაქტურად შეუძლებელი აღმოჩნდა, ილუზია აღმოჩნდა. ჯერთ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქმე იყო და ვასრულებდი ისეთ მოვალეობას, რაც არ არის დამახასიათებელი სამხედრო კორესპონდენტისათვის. მაგალითად 1993 წლის ივლისში დავალება მივიღე, რომ ჩავსულიყავი თბილისიდან სოხუმში და ჩამეყვანა ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც ჩადიოდნენ წინადადებით შევარდნაძესთან, რომ დახმარებოდნენ ფრონტს მშრალი სურსათით და მშრალი პროდუქტებით. მახსოვს, როდესაც მივფრინავდით, ეს იყო TU-134, რომელიც გადაკეთებული იყო სატრანსპორტო თვითმფრინავად და მქონდა საარტილერიო ჭურვებით სავსე ყუთები და პირდაპირ აი ამ ყუთებზე ვისხედით. ეს ის პერიოდია, როდესაც ტამეშის დესანტი გადმოსხა აფხაზებმა, ჩრდილოეთ კავკასიელებთან ერთად რუსების დახმარებით და პირველ დღეს მათ ბევრი ქართველი ჯარისკაცი დახოცეს, მათ შორის დიდი ზარალი განიცადა ქავქუსა ჩოლოყაშვილის ბატალიონმა, ავაზას ბატალიონმა. და მოკლედ დიდი ბრძოლები მიდიოდა თითქმის 10 დღის განმავლობაში, რომ გახსნილიყო ტამეში ოჩამჩირე სოხუმის გზა. და ჩვენ რო ჩავფრინდით 10 ივლისი იყო, იმ დღეს გაიხსნა მოკლედ ეს გზა და დიდი დანაკარგის ფასად შეასრულეს ეს ამოცანა ქართველმა სამხედროებმა. შევხვდით სახელმწიფო მეთაურს, სტალინის აგარაგზე ბრძანდებოდა ედვარდ შევარდნაძის გახარებული ჩანდა ამ ყველაფრით, მაგრამ აი რაც მან უთხრა ბიზნესმენებს, მათ შორის იყო დავით გამყრელიძეც, ძალიან საგანგაშო იყო და იმ წინადადებაში ჩანდა თუ რა ქაოსი სუფევდა ფრონტზე. მან ასეთი რამ უთხრა, ისიც რა თუ გინდათ რომ რაიმე ჩამოიტანოთ, არ დატოვოთ და არავის არ დაუტოვოთ თბილისში ეს პროდუქტი, რადგან ადგილზე მოიპარავენ და გაყიდიან. ამიტომ აქ ჩამოიტანეთ სოხუმში და აქ თქვენ თვითონვე დაარიგეთ. ბიზნესმენები დაბრუნდნენ თბილისში, მე სოხუმში დავრჩი, პრესცენტრში და რაღაც ერთ კვირაში პირველად გამოჩნდი ეკრანზე სამხედრო ფორმაში, ეს ხდებოდა სოხუმის აეროპორტში, როდესაც მოხდა ძალიან უცნაური გაცვლა, სხვადასხვა გაცვლა ხდებოდა ტყვეებს შორის, მაგრამ ეს უცნაური იყო იმაში, რომ 18 წლის ედვარდ ჯინჯოლია, თუ არ მეშლება, გაიცვალა 15 წლის მამუკა მამულაშვილში. მამუკა მამულაშვილი გენერალ ზურაბ მამულაშვილის შვილი იყო და ის სოხუმხესთან ჩავარდა ტყვეც სხვა მებრძოლებთან ერთად. მამუკა მამულაშვილი დღეს გახლავთ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური. ამის შემდეგ გადავინაცვლე სოხუმიდან ოჩამჩირეში, დავალებული მქონდა იქ აგვეწყო პრესცენტრი, დაგველაგებინა მუშაობა ჟურნალისტებთან, დაგვეწერა კორესპონდენციები, ცნობები ოჩამჩირიდან, მაგრამ მორიგი სამშვიდობო შეთანხმება დაიდო ამჯერადაც მოსკოვის შუამავლობით და ოჩამჩირის ფრონტზე სიმშვიდემ დაისადგურა. ერთი რაც იყო საინტერესო გახლდათ ის, რომ დამირეკეს გაერთიანებული პრესცენტრიდან და მივიღე დავალება, რომ სასწრაფოდ შევხედროდი გენერალ შარაშენიძეს, რომელიც გახლდათ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მაშინ. აღმოჩნდა, რომ გენერალი შარაშენიძე სხვა ოფიცრებთან ერთად იმყოფებოდა ტყვარჩელში. ეს არის ქალაქი, რომელიც ალყაში იყო მთელი ომის განმავლობაში, მაგრამ ქართველმა სამხედროებმა მისი აღება ვერ მოახერხეს და იქაური დაჯგუფების, აფხაზური დაჯგუფების მეთაურებს რაღაც კეთილი ნების ჟესტად გენერალ შარაშენიძისთვის გამოუტანებიათ 2 ტყვე ქართველი. მათ სახელებს ხადია არ ვიტყვი, ერთ მათგანთან დღემდე მაქვს ურთიერთობა და გენერალმა თქვა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი და მე პატრონა ამ ტყვეებისათვის ერთი დაჭრილი იყო და გამოძნებული ზურნა ჭირდებოდა. ტყვეები ჩამოვიყვანე, პირველი სასწრაფო დახმარების მანქანამ წაიყვანა, მეორეს მისივე თხოვნით წავყევი სამების ეკლესიაში და მე მივაცილე მის ნათესავებთან და მე თბილისში დავრჩი მორიგი დავალების მიღებამდე, მაგრამ სოხუმში უკვე აღარ დაბრუნებულ ვარ, რადგან ერთი თვის შემდეგ დაახლოებით აფხაზებმა დაარღვიეს მორიგის შეთანხმება
და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 სექტემბერს უკვე ვიყავი ქუთაისში, სადაც გადაინაცვლა გაერთიანებული შტაბების ცენტრმა, პრეს-ცენტრმა და სადაც 29 სექტემბერს პირველი შვილი შემეძინა სხვათა შორის და რა ვიცი, აი ტყვეების გასვლაში ჩემი მონაწილეობა თუ რა იყო, არ ვიცი. დამიბარა გენერალმა ყარყარაშვილმა და მისი ბრძანებით დავინიშნე ტყვეთა გასვლის საქმეში. ეხლა უკვე ერთმანეთში უნდა გამეცვალა გამსახურდიას მხარეზე მებრძოლი ტყვეები, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლატორებში და ძალიან დიდი რაოდენობით ქართველი სამხედრო იმყოფებოდა ზუგდიდში, ტყვეობაში. იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, რომ პარალელურად სოხუმის ბრძოლებისა საქართველოში დაბრუნდა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და გამოაცხადა კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ომის მეორე ფაზა. მოკლედ, შტაბო სამეკავშირეო მანქანის წყალობით დაუკავშირდი ზუგდიდს, პირადად ლოთი ქობალიას, ზვიად გამსახურდიას ფორმირების სარდალს. იზოლატორებში ჩემი ამ ფირმანით, ანუ ყარყარაშვილის ნებართვით 5 თუ 6 თვე შევაგროვე, დავთქვით ფოთიდან ჭალადიდის გავლით შესვლა და აი თეთრი დროშით გავემართე, მაგრამ ეს ის პერიოდია უკვე, როდესაც სამოქალაქო კონფლიქტში ჩაერთო საგარეო კომპონენტი, უცხო ძალასაც ვეძახით. ფოთიდან მახსოვს, რომ გზა დამილოცა და ნება დამრთო რუსეთის პოსტმა. ახალგაზრდა ლეიტენანტი იყო, რომელმაც ჩამათვალიერა დახედა ჩემ ამ ნებართვას, რომელიც ხადე ვერ გაიგო და მე რუსულად მითხრა, რომ რამდენი ხანი აპირებ, დიდი ხანი აპირებ თო მაპატეთ ამ სირობის გაგრძელებას, ოღონდ ეს ალბათ ხვდებით რუსულად როგორ ისმის. მეც ხადე არაფერი არ მეთქვამს, იმიტომ რომ ამოცანას თუ ასრულებ, პოლემიკაში არავისთან არ უნდა შეხვიდე, მაგრამ ისე ან და რა უნდა მეთქვა მისთვის, იმიტომ რომ სირობა იყო, აბა რა იყო, როცა ქართველს სული ქართველში, ხო? სადაც 2 საათი ვიარეთ ფეხი, ჭალადიდის გზა გრძელია, იყო დაბომბილი ავიაციის მიერ, ცუდი სანახავი იყო საერთოდ იქაურობა და უკვე იქ მხარეს პირველ პოსტზე შევხვდი ჩეჩნებს, რომლებმაც მითხრეს, რომ სოხუმში ვიბრძოდით, ცუდი ქართველების წინააღმდეგ, ეხლა კარგ ქართველებს უჭერთ ხარსო და მე მივედი უკვე ქართველი სამხედროების პოსტზე, იქაც იყო რა თქმა უნდა ჭკუის დარიგება. მეორე დღეს ლოთი ქობალია შემხვდა თავაზიანად, შემიყვანა ზუგდიდის ციხეში, დამათვალებინა ის საკნები, სადაც ქართველი სამხედროები, მათ შორის ოფიცრებიც იყვნენ, მაგრამ გაცვლა პრინციპით ყველაში არ მოხდა, მხოლოდ 3 თვე გამომატანეს. მიუხედავად ამისა, ბატონ ქობალიასთან ურთიერთობა ტელეფონის საშუალებით, დახურული კავშირის საშუალებით განვაგრძეთ. შემდეგი გაცვლა დავთქვით უკვე ჭითაწყარის მხრიდან 5 ტყვე მიმყავდა, მაგრამ ეს არის პირველი 2 ნოემბერი, როდესაც ზუგდიდში გაერთიანებული სამხედრო ძალები შევიდნენ ზვიად გამსახურდიამ ქობალიამ დატოვეს ზუგდიდი და მე შევედი ზუგდიდში და ისევე როგორც სოხუმის ანუ ოჩამჩირის შემთხვევაში იყო, ისევ მომიხდა სამხედროს ევაკუაცია, ამჯერად ეს იყო დაღუპული ლევან სვიტყვი, თეთრი არწიველი. ის მძიმეწილობების შედეგად გარდაიცვალა ზუგდიდში საავადმყოფოში, მე მას კარგად ვიცნობდი. იგი მშვიდობიან ცხოვრებაზე ოცნებობდა. სამხედრო სამსახურში გატარებულმა პირველმა წელიწადმა, ეხლა რასაც საუბრობდი, დამარცხმულა, რომ საერთოდ სამხედრო უწყება და სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო მოქმედებებზე, ჟურნალისტებს აწვდის მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. განსაკუთრებით სენსიტიურად ითვლება ჯარისკაცთა დანაკარგების შესახებ ინფორმაცია, ტყვეების შესახებ ინფორმაცია და დღევანდელი საბრძოლო მოქმედებებიც უკრაინის ტერიტორიაზე მოწმობს, რომ ტყვეთა შესახებ ინფორმაციის გაცვლისაგან, გავრცელებისაგან ორივე მხარე თავს იკავებს, მანამდე ვიდრე შესაბამისი კომისიები არ მიიყვანენ საქმეს ბოლომდე, ანუ გასვლის სტადიამდე არ მივა საქმე. და საერთოდ ერთი რამე კარგად უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ ომის დროს ყველა მხარე ავრცელებს მხოლოდ იმ ინფორმაციას და ცდილობს გაავრცელებს ის ინფორმაცია, რომლის გავრცელებასაც ის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ომის ინტერესებიდან თუ საბრძოლო მოქმედების ინტერესებიდან გამომდინარე მიიჩნევს მიზანშეწონილად.